მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილ გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატა. დღეს მინდა გავაკეთოთ ესეთი გაშლა, ძალიან ესეთი მივიწყებული გაშლა, რა იყო, რა არის და რა იქნება. ენორმანზე. ასე უფრო ხშირად ვაკეთებდი ხოლმე და ხა რაღაც დავივიწყე ეს გაშლა. მაგრამ არა უშავს, დღეს აღვადგინოთ და ნახოთ. მანამდე შეგახსენებთ, რომ 10-11 და 12 იანვარი არის ფასდაკლება პირადი ურთიერთობების დიაგნოსტიკა. შეგეძლება სულ რაღაც 40 ლარად მიიღოთ და დაგეგმოთ რა როგორანაირად გქონდეთ 2026 წელს. მანამდე კი დავიწყოთ ჩვენი გაშლა გავაკეთოთ. რა იყო, რა არის და რა იქნება. რა თქმა უნდა, გიპოვით თქვენ და თქვენს პარტნიორს და მამაკაცი უკვე ამოვიდა. ხვენიერი. და ახლა მოდით ნახოთ თქვენ. თქვენ საწყად თქვენ. თქვენს ამოხვედით. თქვენ შორის რაღაცა განახლების სურვილი გაქვთ, რაღაცა შიშები გაქვთ, ვიღაცები რო იყვნენ ბევრს ჭორავობენ, თქვენ შორის რაღაცა თითქოს რაცა გადასაწყვეტი სიტუაციები დგას. აი, არ ვიცით რა და როგორ გადალაგდება თქვენს ურთიერთობაში, არის რაღაც ტრანსფორმაციის მომენტი და ეს შეიძლება იყოს რაღაც ვიღაც ზენებზე გამოწვეული, რაღაც ესეთი არასწორი ადამიანების რაღაცა ნალაპარაკები. კარგით, მოდით დავიწყოთ იქედან, რომ ჯერ ვნახოთ თქვენი და მამაკაცის ენერგიები. მოდით, ესე ვთქვათ, ორივე ერთმანეთისკენ იყურებით, რაც თავარია ყველაზე მეტად როგორც მიყვარს მე რომ ესე რომ ლაგდება არკანები და ორივე ერთმანეთისკენ იყურება. მე ესე ვიტყოდი, რომ ორივეს გაქვთ ერთმანეთის მიმართ ესე ვთქვათ ფიქრები. რაც შეეხება მამაკაცის ენერგიები. მამაკაცის ენერგიებში არის რაღაცა განახლების სურვილი, ხო? შეიძლება ითქვას ადამიანი ფიქრობდეს იმას, რომ რაღაცნაირად უნდა რომ განაახლოს სიტუაცია და ხელიც გთხოვოთ, ხო? აქ არის რაღაც ესეთი მდგომარეობა, როდესაც უკვე ადამიანი შეიძლება ფიქრობს იმას, რომ თუ ნახეთ წასულიც რომ იყოს ადამიანი, შეიძლება ნახეთ მე არ ვიცახი რომ ამას გააკეთებს აუცილებლად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მის ენერგიებში და მის ფიქრებში არის იმაზე ფიქრი, რომ განაახლოს ურთიერთობა და შესაძლებელია რაღაცა ეს განახლება იყოს რაღაც დაგვირგვინება ურთიერთობის ერთობლივად გაგრძელების, ხო? ანუ თანაცხოვრების გაგრძელების. თუმცა ნამდვილად ვერ გეტყვით ამ ეტაპზე, რომ ეს ადამიანი ამ ნაბის გადმოდგავს ახლა 100%, მაგრამ მის ფიქრებში ეს არის. თუ არსებული ურთიერთობას უყურებთ, რა თქმა უნდა, ადამიანი ფიქრობს იმას, რომ რაღაცა არის იმისი შანსი, იმისი სურვილი, რომ ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადაიყვანოს, ხო? ნუ შეიძლება არ ინძრევა და არ მოქმედებს რაღაც ესე, მაგრამ მის ფიქრებში და მის გულში ამაზე ფიქრი არის, ხო? რაღაცა მოვა დრო და ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, ხო? მოვა დრო და ადამიანი მოგაწვით ესე ვთქვათ ბეჭედს. მაგრამ ახლა ნახოთ თქვენს ენერგიებში რა ხდება. აი თქვენ ძალიან ისეთ ბობოქარ ენერგიებში ხართ. შეიძლება ითქვას აქ რაღაცამაში დასრულება თუ არსებული ურთიერთობა არის, მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება კაი კონფლიქტიც და კაი შეტევაც მოუწყეთ ადამიანს, რომ რაღაცა იგემ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს. თუ უკვე დაშორებული მდგომარეობა არის, ხო, ანუ თქვენ გაქვთ ბრაზი, თქვენ გაქვთ რაღაცა ტკივილი, რომ დაინგრა ყველაფერი, რომ ყველაფერი რაღაცა არ გამართლდა თქვენი მოლოდინები, შეიძლება ითქვას ისე როგორც თქვენ გინდოდათ და შინაგანად რაღაცნაირად დისკომფორტის მომენტი გაქვთ. შესაძლებელი სხვა მომენტებიც იყოს, რაღაცა თქვენს ცხოვრებაში ეხლა ცოტა ქაოტური პერიოდი იყოს, რაღაც სამსახურო ცვლილება გქონდეთ, რაღაცა შინაგანი დალაგების მდგომარეობა გქონდეთ. ყოველ შემთხვევაში ნახეთ, ადამიანი უფრო ისეთ ენერგიებში არის, ფიქრის რეჟიმში არის, რა როგორანაირად გააკეთოს და ანუ რამდენად გააკეთებს ეს უკვე სხვა არის, მაგრამ
თქვენ უფრო რაღაცა ცოტა ქაოტური შეიძლება რაღაცა ესეთი პერიოდი დაგემთხვათ, ბევრი პასუხისმგებლობები გაქვთ ხო სამსახურში გადაიღალეთ, წლის ბოლო იყო რაღაცა ცოტა რთულია ხოლმე წლის დასაწყისიც რაღაც ისეთი ქაოტურია ხოლმე სამსახურებში ხო? აი რაღაც ისეთ მდგომარეობაში ხართ, აი თითქოს ყველაფერი მოგბეზა, თითქოს ყველაფრის დასრულება გინდათ, აი დაიღალეთ, ნუ აღარ დამთავრდა რაღაცა ის პატარ-პატარა თუ დიდი პრობლემები, აი როდესღაც უნდა ხოლმე დასრულდეს და დამთავრდეს. თუმცა მე ვერ ვიტყვი. შეიძლება თქვენ თვითონაც იწვევდეთ აქ რაღაც მომენტში კრიზისს. ნახეთ, არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც რაღაცები არ მოგწონს, ჩავდივართ რაღაცა ჭაობის შუამდე და მე რატომღაც გადაწყვეტილებას ვიღებთ იმისას, რომ ბოლომდე ჩავიდეთ, იმისთვის რომ მე ფსკერიდან უფრო გაგვიმარტივდეს ზემოთ ამოსვლას. ფსკერზე ფეხს რო დაადგავდა და არტყავდა მთელი შენი ძალით ამოხვალ, უფრო მაღლა ამოიწევი და აქედან გამომდინარე რაღაცა ეს მომენტი არის თითქოს, ხო, აქ თქვენსა და შეიძლება თქვენს პარტნიორს შეიძლება უბრალოდ თქვენს ცხოვრებაშია რაღაცა ცოტა ისეთი რთული პერიოდები ხო გამოდით, ანუ თქვენ ბევრად უფრო ისეთი ენერგიებში ხართ ვიდრე პარტნიორი. რაღაც პარტნიორი უფრო რაღაცნაირად ფიქრობს. ხანდით ნახოთ აბა, დაგტოვებთ თქვენ და თქვენს პარტნიორს ერთმანეთის გვერდ, რა თქმა უნდა და მოდით ნახოთ. არ მეყვარს რომ ერთმანეთს უყურებენ ხოლმე ეს არკანები, ქალბატონის და მამაკაცის. ნახოთ. დავიწყოთ. რა იყო? რა თქმა უნდა, და რა იყო ხო? ყველას თქვენთვის ეცალა. ვისაც არ ეზარებოდა თქვენს ურთიერთობაზე საუბრობდა, როგორც ჩანს. რა არის? და ნახოთ რა იქნება. მოდით დავიწყოთ რა იყო. ესე იგი თუ კი სადმე რამე არკანი არსებობს ისეთი, რომელიც გვიგანიშნებს იმას, რომ რატომღაც ყველასთვის სასაუბრო თემა თქვენი ურთიერთობა იყო და სადაც კი შეიძლება ვინც ყველა ის არკანია, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ვისაც არ ეზარებოდა თქვენს ურთიერთობაში იქექებოდა და ვიცი, ზოგი წინააღმდეგი იყო, ზოგი 1000 ჭორს იგონებდა, ზოგი 1000 რაღაცა სიტუაციას სხვანაირად თქვენთან სხვა ენები მოქონდათ, იმასთან სხვა ენები მოქონდათ, ყოველ შემთხვევაში, აი აქ შეიძლება ითქვას, რომ თქვენს ცხოვრებაში და თქვენს ურთიერთობაში იმდენი პრობლემა იყო და ეს ყველაფერი მესამე პირებიდან გამომდინარე იყო თქვენი მხრიდან, მისი მხრიდან, სამეზობლოდან, სამეგობროდან, რა ვიცი, ოჯახის წევრებიდან, გამომვლელიდან, აი თითქოს რაღაცა ყველას ქონდა მოცლილი იმისთვის, რომ თქვენს ურთიერთობაში ეკექა, ხო? აი თქვენ რა თქვით, რა ფერის კაბა გეცვათ, რა ფერის ლაქი გეცვათ, შეხამებოდა თუ არა ერთმანეთს, თქვათ ჩანთა საით ქონდათ გადაკიდებული, ან თქვათ თქვენ პარტნიორს რაღაცა ქუდი ეფარა თუ არ ეფარა, ну აი აქ აბსოლუტურად გეგონება ყველა თქვენს წინააღმდეგ იყო განწყობილი, ხო? არ ვიცი ხა რატო იყო ესენი ესე განწყობილები, ხო? ეს საზოგადოება, მაგრამ აი აბსოლუტურად ყველანაირად ცდილობდნენ, რომ თქვენ შორის აღმართულიყო რაღაცა ესეთი დიდი კლტე, რომელსაც ვერ გაარღვევით, რომელიც ძალიან აი თითქოს მე ვერ ვიტყვი იმას, რომ რაღაცა თქვენ ერთმანეთთან არ გქონდათ რაღაცა ეს ემოციური მომენტები იყო, მაგრამ აქ რაღაც მომენტში ეჭვიანობის მომენტებიც იყო თითქოს ხვდებით, აი რაღაცა შეფა მოწმენდილცაზე ადამიანს ეჭვიანა, ოღონდ რაზე ეჭვიანობდა თვითონაც არ იცოდა, შეიძლება ითქვას. აი აქ არის რაღაც ისეთი მომენტები, რომ სადაც მე ესე ვიტყოდი, რომ რა იყო თქვენს ცხოვრებაში თქო, ან თქვენს ურთიერთობაში თქო, გეტყვით, რომ თქვენს ურთიერთობაში იყო
ყველა ვინც არ უნდა ყოფილიყო. აი, ყველა ადამიანი დაწყებული, მე მგონი მეზობიდან დაწყებული, რა ვიცი, მინისტრით დამთავრებული რო იყვნენ, ყველა ჩარეული იყო თქვენს ურთიერთობაში. აბსოლუტურად ყველას ჰქონდა რაღაცა თავისი დამოკიდებულება, თავისი აი სულ ენის მიტან-მოტანა, სულ რაღაცა თითქოს აი აქ ერთის მხრივ კიდე ესე ვიტყოდი, რომ შესაძლოა თქვენს ურთიერთობაში ვიღაცა ნეგატიური ზემოქმედებითაც ჩაერია. ნახეთ, პირდაპირ მოდით ესე გეტყვით, მაინდა-მაინც ვიღაცას პირდაპირ ჯადოები აკეთა, შეიძლება ეს არ იყოს კიდე, მაგრამ და აი აბსოლუტურად შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევა, რომ სამწუხაროდ ჩვენდა ეკლესიაში ხატების წინ მეორე ადამიანის გაუბედურებაზე ლოცულობენ. ყოფილა ესეთი შემთხვევები, შემსწრევარ მე თვითონ ვიღაცას რომ მოეყოლა, შეიძლება მეთქვა, რომ რას ლაპარაკობ და როგორ შეიძლება, მაგრამ მე თვითონ მომისმენია როგორ სურდათ სხვა ადამიანის, ესე ვთქვათ, საერთოდ ამ ქვეყნა ლიკვიდაცია და ამას სთხოვდნენ სამწუხაროდ დედა ღვთისმშობელს და ძალიან ცუდი მომენტია ეს, ხო? ხო, და აი რაღაცა შეიძლება ეს მომენტიც იყოს. აი აქ როგორი მომენტია, იცით, რომ აი რატო იყვნენ ესეთი წინააღმდეგები ვერ გეტყვით, ხო? ახლა თქვენ უკეთესად იცით რატო იყვნენ, ანუ აქ რაღაცა სტატუსიდან გამომდინარე, ან ის მამაკაცი ცოლიანი იყო და ან თქვენ იყავით ფრიანი, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ყველა და ყველაფერი წინააღმდეგი იყო. რა ხდება დღეს? დღესდღეობით თითქოს რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებმა გადახედეს რაღაცებს, გადააფასეს და თითქოს რაღაცნაირად უნდათ რომ დაძრან ურთიერთობა. ნახეთ, მოღოდ მე ვერ გეტყვით ამ წუთას, რომ თქვენ ურთიერთობაში ხართ. თქვენთვის ფიქრობთ რაღაცებს, შეიძლება ერთის მხრივ თქვენ ფიქრობთ იმასაც, რომ მოდი ცოტა ხანი დავსტაბილურდები, რაღაცა ჩემს ცხოვრებას მოვიწყობ, რაღაცებს დავალაგებ და მერე შევხედოთ ურთიერთობას, ან მერე ვნახოთ რაღაცა ჩემი მიზნებისკენ წავიდე. აქ ასევე თქვენი პარტნიორი ფიქრობს იმას, რომ რაღაცა მოდი ვარ დავიწყო, თქვათ, დაძვრა ურთიერთობის. ნახეთ, მაგრამ აქ დღესდღეობით მე ესე გეტყვით, თქვენ ურთიერთობაში არ ხართ. აქ უფრო არის ის მომენტი, რომ ორივე ცალ-ცალკე ვფიქრობთ, ორივე ცალ-ცალკე რაღაცას ვგეგმავთ და ну თუ ხართ ურთიერთობაში, მაინც რაღაცა, იცით როგორ მომენტი, აი ორივე სხვადასხვა ენერგეტიკით ხართ, ხვდებით, აი სხვადასხვა პოლუსზე ხართ აბსოლუტურად და თქვენთვის რაღაცებს ავლაგებთ, ის თავის რაღაცა, აი ერთმანეთთან ესე რომ ვთქვათ, გაანალიზება ურთიერთობის და რაღაცა სად მივდივართ, ხვალსად ვიქნებით, რაღაცა ეს მომენტი არ აქვს ახლა ამ წუთას. ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება უფრო მეტად შეიძლება არ იყოთ ერთად. აქ არის კიდევ ჯერ აი რაღაცა ბრაზიც, აქ არის რაღაცა საყვედურებიც, ოღონდ ერთმანეთის მიმართ შეიძლება არ იყოს. აი ნახეთ როგორი მომენტი საყვედურები, ჩემს თავში ვეუბნებოდი ჩემს პარტნიორს საყვედურს. აი რაღაცა ეს მომენტია, ხვდებით? აი საკუთარ თავთან ბრძოლების მომენტი, როდესაც არის, რომ აი თან მინდა რომ დავბრუნდე, ან მინდა რომ დაბრუნდეს, მაგრამ არა არ მინდა, იმიტომ რომ მე ძალიან მატკინა, ხო? მე რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცა ისეთი არასწორი სიტყვა მივიღე ვიღაცისგან და ასე შემდეგ და არ დამიცვა, ხო? აი აქ რაღაც ეს მომენტები არის. მაგრამ რა იქნება, მე ესე ვიტყოდი, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეხვდებით. კიდევ ერთხელ შეხვდებით, ალბათ შეხვდებით იმისთვის, რომ თქვენი მომავალი შეიქმნას. თქვენ ხართ კარმულად დაკავშირებული ადამიანები, არ ხართ რაღაცა ისე უბრალოდ ჰაერზე შეიძლება ითქვას და იმიტომაც სურო, აი მე ესე ვიტყოდი, სურო მაგ 20 წლის და 30 წლის დაშორებული ტყუილი იყოს, აი რატომღაც ესე მოდის. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მაინც ბოლო ერთი გაქვთ, ხვდებით? აი რაღაცნაირად ბოლო მაინც ერთი. თქვენ დადგებით რაღაცნაირად არჩევანის წინაშე, იმიტომ რომ თქვენ ურთიერთობაში რა იქნება? რა იქნება? არსებობს ის უხილავი სიყვარული, ის რაღაცა უხილავი ძალა, რომელიც არ გავიწყებთ ამ ადამიანს და არც ამ ადამიანს ავიწყებთ თქვენ თავს. ნახეთ, შეიძლება ახლა ამ წუთას ერთად არ იყოთ და ერთად არ განიხილავდეთ რა იქნება ხვალ, მაგრამ ორივე განიხილავთ ცალ-ცალკე, ორივეს გაქვთ რაღაცა
ფიქრები იმის რომ დაბრუნების და სურვილი იმის რომ დაბრუნდეთ ხო ნუ არ ვიცი ხა შეიძლება მართლაც რომ აქ რაღაცა 3-4 წლის დაშორებული ურთიერთობაც იყოს და ცალ-ცალკე ფიქრობდეთ აი ამ ყველაფერს ხა 3-4 წელი არ არის ცოტა ურთიერთობის დაშორება ხო და იცით როგორი მომენტი აი აქ ესე რომ ვთქვათ აი გადაწყვეტილების წინაშე დგებით მე ერთ გეტყვით რომ შესაძლებელია თქვენ შეხვდეთ სადმე გზაზე აი რაღაცა ვთქვათ თქვენ წახვიდეთ სადღაც და ისიც იქ იყოს იქიც იქ ჩამოვიდეთ აი სადღაც შეხვდებით ისეთ ადგილას რაც არის გზასთან დაკავშირებით არ ვიცი ხა შეიძლება სადმე გაფრინდეთ და ისიც რა ვიცი სხვა ქვეყანაში შეხვდეთ ერთმანეთს და ან სხვა ნუ ყოველ შემთხვევაში შეხვედრა იქნება ძალიან უეცარი და ძალიან ესეთი ცოტა დამაბნეველიც რაღაცა მომენტში მაგრამ ეს შეხვედრა იქნება თქვენი ემოციების და თქვენი სიყვარულის კვლავ გამოღვიძებელი და თქვენი ურთიერთობა საბოლოო ჯამში ურთიერთობა უნდა დასრულდეს ოჯახით აქ არის ისეთი მომენტი როდესაც ადამიანები შეხვდნენ თავის დროზე იმისთვის რომ ოჯახი შეექმნათ და ვიღაცების გამო თუ დაშორდნენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები კვლავ ვერ შეხვდებიან. კი, თქვენ შეხვდებით, თქვენ გექნებათ საშუალება იმის, რომ ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდეთ. თქვენ სამყარო მოგცემთ გადაკვეთას, აი აუცილებლად მოგცემთ და ეს იქნება ის გადაკვეთა. შეიძლება რაღაცა ისეთი ინფორმაციაც მიიღოთ და ეს გადაკვეთა საბოლოო ჯამში იქნება ის, რაც უნდა იყოს, აქ იქნება ოჯახი. ნახეთ, აი მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, არ ვიცი რატომღაც ესე არის. შეიძლება ხო გაგიკვირდეთ, რომ 3 წლის დაშორებული ურთიერთობაში შეიძლება იმ ადამიანს ეწყავდა ვიღაცა და მე წყავს უკვე ვიღაცა ან ასე შემდეგ. აქ მე მიჩვენებს, რომ თქვენთან იქნება მაინც გადაკვეთის მდგომარეობა, თქვენთან იქნება მაინც რაღაც ის სიტუაცია, რომელიც საბოლოო ჯამში მოგიტანს სტაბილურობას, სიმშვიდეს და ოჯახს, სიმყარეს. მე ესე ვხედავ ამ ყველაფერს, რასაც მაჩვენებს ლენორმანი, ესე რომ ვთქვათ. გექნებათ აუცილებლად თქვენ შეიძლება ესე პირდაპირ გეტყვით, შეიძლება კიდევაც გავიდეს კიდე 1-10 წელიწადი და მერე მოხდეს ეს, იმიტომ რომ ნახეთ, თქვენი ურთიერთობა თავიდანვე იყო, შეიძლება ითქვას, ის ურთიერთობა, სადაც უნდა ყოფილიყო ოჯახი, როგორც ჩანს. და შესაბამისად, აი ის მდგომარეობა, რომელიც მოხდა სხვების ჩარევით და ხელოვნური ჩარევით, უნდა აღდგეს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში რაღაცა დაალაგდეს ისე, როგორც უნდა დაალაგდეს. ასე რომ, ესე გამოვიდა, ჩვენი რა იყო, რა არის და რა იქნება გაშლა. მე გისურვებთ, რომ ბედნიერები იყოთ, გისურვებთ, რომ გახარებულები იყოთ იმ ადამიანთან, ვისთანაც გენდომებათ. ვიტყვი, რომ ჯერჯერობით კიდევ თქვენი გულიც ღია ამისთვის და მისი გულიც თქვენს მიმართ ისევ ძგერს, როგორც მანამდე იყო. და საბოლოო ჯამში მიხვალთ იქამდე, რომ თქვენ ერთად უნდა იყოთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი მივალბოთ იქამდე, რომ თქვენ ერთად უნდა იყოთ. მე ბედნიერებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, და ძალიან მალე ყოფილიყოს აი ესე დაალაგებული და დამშვიდებული, ხო, თქვენი გული, ხელისთხოვნა და შემდეგ ოჯახი. მე კიდევ ერთხელ გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას თითოეულ თქვენთანაც, ეს იყო, რა არის და რა იქნება. წარმატებები თითოეულ თქვენთაგანს, ნადროებით.